ნინაობის სადღესასწაულო წირო აღევლინა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარშიც. ტაძრის წინამძღვარმა ბერმონაზონმა ილია ჭაველიძემ მრევლი აზიარა და მათ წმინდანის ცხოვრება და ღვაწლი შეახსენა. აღსანიშნავი არის, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში სწორედ წმინდა ნინოს მეუღლებით 326 წელს გამოცხადდა. ჩვენთან არის და ჩვენთან არის წმინდა ნინო. გილოცავთ ყველას ჩემო ძვირფასებო დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ქალბატონებს და განსაკუთრებულად კიდევ ყველა ნინოს ანგელოზის დღეს მოგილოცავთ და სრულიად საქართველოს მიულოცავ და შეგვეციოს წმინდა ნინოს ლოცვა, მისი სიყვარული ღვთისა გადმოსული იყოს ჩვენზე და ჩვენს ისე შეგვეყვაროს ღმერთი, როგორც წმინდა ნინომ შეიყვარა ღმერთი. წარმოიდგინეთ, ეს რო არ ყოფილიყო 14 წლის პატარა გოგო. წარმოიდგინეთ დღეს ახლა 14 წლის გოგოს რა შეუძლია. მაშინ იმ დროს როცა წარმართული ქვეყანა იყო და რა ვიცი, საერთოდ რო ადამიანები მხოლოდ კერპსაყვანის მცემლები იყვნენ და პირველ წულს, თავის პირველ წულს დედა ბალებს უკლავდა, აი რა ცნობიერება იყო და ეს ცნობიერება შეცვალა წმინდა ნინო. ამიტომ არის წმინდა ნინო ჩვენთვის ყველაზე უდიდესი წმინდანი, რომელმაც აი ყველაფერს ფარდა ახადა, ესე რომ ვთქვათ რა, და დაგვანახა ქრისტეს ნათელი დაგვანახა. კი იყო ქრისტიანული კერები იყვნენ საქართველოში, მაგრამ ისე ვერ იყვნენ რა მომძლავრებულნი და აი წმინდა ნინოს შემოსვლით დაიწყო ახალი ერა საქართველოს ისტორიაში და მე იცით თქვენ რომ ქართველები ბაალებს სცემდნენ თაყვანს, ზადენი, გააცი და ესეთი კერპები იყვნენ, დიდი კერპები იყვნენ, ძლიერი კერპები, რომლებსაც ოქროს კერპები იყვნენ ჩამოსხმულები და მთელი საქართველო იმათ სცემდა თაყვანს და მეფე, დედოფალი, სუიტა, სამეფო სუიტა ყველანი და ამ ბაალებს რო სცემდნენ თაყვანს, მაგ დროს წმინდა ნინო დადგა და დაიწყო ლოცვა და ამოვარდა ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ეს ბაალები გადმოვარდნენ, დაიმსხვრენ და პირდაპირ იმაში ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ წმინდა ნინოს ფეხებთან დაეცაო არმაზის ლალის თვალიო. ლალის თვალი ესვა თურმე არმას დიდი ლალის თვალი და აი ეს მის ფეხებთან დაეცაო. მე იცით რომ წმინდა ნინოს ლოცვით მოექცა ნანა დედოფალი და ნანა დედოფალი სნეულებაში იყო, დასნეულდა და სჭირდებოდა მკურნალი და უთხრეს, ურჩია თავისმა გარის მუშაკმა ქალბატონმა ურჩია, რომელიც უკვე წმინდა ნინოსთან უკვე მეგობრობდა, ურჩია რომ აი ქალიაო ჩამოსრულიო და თავის ღმერთის სახელითო კურნავსო ისაო და გავაგზავნა და უთხრა რომ წადიო მომეყვანეო და წმინდა ნინო არ მიდის დედოფალთან, იქით უბრძანებს რომ აქეთ მოდიო. აი ზუსტად აი აქ იდო იმ წმინდა დედოფალი ნანას განკურნების ის გასაღები მორჩილებაში, ღვთის დაჯერებაში. აი აქ იყო ეს ყველაფერი და მართლაც მიდის ნანა, ინკურნება, მერე ინათლება და მაგრამ მირიან მეფე ისევ ორჭოფობს, ვერ გადაუწყვეტია. ეხლა ეშინია რომ ღვთის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადადგას და ღმერთებმა არ შეაჩვენონ და არ დასწყევლონ, ესე ვთქვათ. ესეთი გაგება იყო და აი ღვთის მთაზე როცა ნადირობს და ამ ფიქრებში როა მაგ დროს ბნელდება. როგორც პავლე მოციქულს დაუბნელდა თვალებში, ისე დაუბნელდა მირიან მეფეს ამ ფიქრების დროს და ეხვეწება თავის იმეებს, კერპებს რომ მიშველეთო. მაგრამ არ არის არაფერი ხმა არ ისმის, არაფერი შველა არ ისმის და ბოლოს მირიან მეფეც ესე შესთხოვს წმინდა ნინოს ჯვარზე გაკრულო ღმერთო შემეწიეო და მაგ დროს
იხსნება ყველაფერი და ეხილება თვალი და იწყებს ხედვას და აი იმის მერე უკვე იწყება ის რომ იკურთხება უკვე საქართველო და გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად. ილოცავთ კიდევ ერთხელ მნიშვნელობას და შეგვეციოს ამ დიდი წმინდანის მადლით ჩვენზე გარდამოსულიყოს. იცოცხლეთ და იხარეთ.